იქ წერს ესეთი გამოთქმაო თავში ქვა გიხლია და ჯანდაბას ითვლება თუ არა წყევლაში და უნდა ვთქვა თუ არა აღსარებაში. აუცილებლად ითვლება წყევლაში ადამიანის თითოეულ სიტყვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ან თქვა ადამიანის როევნები შენ ამას ვერ გააკეთებ, შენ ამას ვერ ჩააბარებ გამოცდას. აიგრევე წყეული ადამიანს. პირიქით ჩვენ ერთმანეთი დადებითად უნდა დავმოხდოთ, შენ მიაღწევ ამას აუცილებლად და შენ იცი რა არის შენი ამ სიტყვით რაღაცა მნიშვნელოვან წილად ზრდი საქმის უეჭველობის მაჩვენებელს, რომ ის ადამიანი უეჭველად მიაღწევს ამას, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, ხომ? და როცა ადამიანს ეტყვის შენ ამას ვერ იზნამ, იმას ვერ იზნამ, ასე თავში ქვა გიხლია, შეიძლება ეს მართლა შესრულდეს, იმიტომ რომ მე არაერთხელ უკვე გავხდი მომსწრე იმისა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანის მე გამოთქმულ სიტყვას. კი სახარებაში წერია, ხომ? რომ ყოველი სიტყვა ფუჭი ამო, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ ღვთის წინაშე და ჩვენი სიტყვებით გავმართლდებით და ჩვენი სიტყვებით ავიჯებით.